დილამშვიდობისა გოგოშიკება, აი რა ხდება, როცა თავის დაბანა გინდა და შენს იმას ოთახს არ აქვს აივანზე კარი და არც სტომაგა გპირსახოთზე. საკუთარი მაისური. ხო, თავი დავიბანე. დილის პროცედურებთან ერთად ეგეც მივაყოლე. Ყველას დილამშვიდობისა, ჩემო ძვირფასო, აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, ვიბრუნებთ ჩვენ თავს, ვიბრუნებთ ჩვენ განწყობას და ასე. დილამშვიდობისა ყველას. როგორ მეტყობა აქ ისინი? თეთრები, რაც მეცვა ხოლმე ის. აქ ნახეთ, ესეც რა გამომიჭდა. ნახეთ როგორ ცნის თმა ადამიანს. Am ჩამოზუნდული და დაბანილი. ახალი ამბავი თქვა. საინაღაც მირეკავენ და საიან მირეკავენ. მოგესალმებით. თქვენ დაუკავშირდით სამედიცინო ცენტრს მრჩეველი. იმაში დიაგნოზი. ესე იგი გუშინ დავრეკე ამ მრჩეველში. მიკროფონი. ბილის პლასტა. გუშინ დავრეკე და ესე იგი გაგებაში არ არიან ჟაღის ეს ანალიზები. მე რაც მინდა და რა ვიცი, როგორ უნდა გამიკეთონ ეგ და როგორ უნდა ვენდო, როდესაც პირველად გაიგო ადამიანმა, რა ვიცი, იქვით ზის ეგ და ფასიც არის ის და გავარკვევო და ერთი დღე მოუნდა, ეხა მირეკავდნენ თურმე და ის არ გამიგდა რა ვიცი, რომ მირეკავდნენ. ხო, არა მოკლედ რავი. ალბათ ისე მაშინ სინявოში გავიგე. Snickers, ამდენი დღე არ მართა თან ციცლის კვანუბაზე. მე ხო ეს ვიყიდე ჩემთვის და ერთი ცალი, ანუ ორი ცალი ხო არ, ერთი ცალი გავასვრის. ანუ ეს მეორეც ჭამ უკვე რამდენი ხანია. Nico. Sit push. Ai, კარგია. ჩვენ დავაკვლე იქიდან ყველა უდეიდიც მოკლედ რა. მოკლედ ხა. დღეს რაზე მინდა გელაპარაკოთ. დღეს მინდა გელაპარაკოთ ძლიერი ადამიანების განცდებზე. თუ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, აი ეს იქნება ძალიან ნაცნობი რაღაცა. თქვენთვის ახლა რაზეც ვისაუბრებ და თუ თქვენ არ ხართ მაგ კატეგორიაში, ვიზეც მე ვისაუბრებ, მაშინ შეიძლება ვინმე თქვენი ახლობელია და ძალიან კაი იქნება, თუ მაგალითად გაითვალისწინებთ. იმიტომ რომ ძლიერ ადამიანებს არ გვახასიათებს წუწუნი, არ გვახასიათებს ტირილი, ვაიფიში, აი
მე მყავს სახში ორი ადამიანი, რომელიც ვირუსზე, სიცხეზე, ყელის ტკივილზე, სისუსტეზე გადავარდება, ჩავარდება სამუდამო დეპრესიაში, გონია რომ კვდება, უმზადა ირო ყველა მთელი ქვეყანა შეჭამოს, ან შეიძულოს, ან იგინოს, ან რა ვიცი, მაგალითად. და არიან ასევე ადამიანები, რომელსაც პატარა პრობლემაზე შეცრავენ ქვეყანა, წუწუნებენ, ტირიან, აბსოლუტურად ყველას უკავშირდებიან, ყველას უყვებიან, ყველას განიცხოვენ მხარდაჭერას და ესეთ ადამიანებს ძალიან ხშირად გონიათ, რომ შენ თუ არ ტირი ხარ, არ მოსთქვამ ქვეყანას, ყველას ფეხზე არ აყენებ, მთელი დღე ტირში არ ხარ, მთელი დღე ამაზე არ ლაპარაკობ, არ ჭამ ადამიანს შენი განცდებით, შენ ყველაფერი ადვილად გადაგაქ. შენ აი ძალიან ადვილად გამოგდის და შენს არც უნდა გკითხოს, არაფერი არ საჭიროა ეხლა და შენ თუ წრემ ჩამოგივარ და ვაიმე რატო ტირიო გითხავს. ხო. და მოკეთ მინდა ვისაუბრო შიგნიდან ძლიერი ადამიანების განცდებზე, იმიტომ რომ მე რა ვიცი ერთ-ერთი ძლიერი ადამიანი ვარ, ვინც კი მინახავს და ცოტა ადამიანი არ მინახავს მათ შორის და ანუ როცა ეხა შემეხო ჩემთვის ყველაზე სენსიტიური თემა, როცა პირველად დადგა ჩემი ახალგაზრდობის და შუახნის პერიოდის გარდამავალი პერიოდი და მე ასე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაცა საფიქრელი, ასე ვთქვათ, გამიჩნდა. პლუს როცა ეს დაკავშირებულია ბავშვობაში იმასთან, რასაც მე ჩემთან ვუყურე, ეს იყო ჩემთვის საკმაოდ დიდი და მძიმე სტრესი, რომელიც ახაც გადამაქვს რეალურად. აი ადამიანები ნახე, თუ რამეს ეტყვი, ან თუ გამოხატავს შენ აი იმას რაშიც ხარ, არა წუწუნით, არა იმიტომაც არა რომ აი მაგალითად ახლა არც ამ ვიდეოს არ ვწერ და არც არავის არ უყვები ხოლმე იმ მიზნით რაღაცას, რომ გამამხნეონ, მითხრან რომ არ უნდა ვიჯავ, რომ ანუ ეგ არ მჭირდება მე თვითონ ვარ ის ვინც მაგას საკუთარ თავს ეუბნება და მე არა ვარ წუწუნა და მტირალა ტიპი, მაგრამ ნახე რა შესაქმე, ანუ ჩვენ ყველა ჩვენთაგან ჩვენ თავში არის რაღაცები უნდა გადავხარშოთ, ხო? ანუ არ ხდება ეგრე, რომ შენ ძლიერი ადამიანი ხარ, შენ რაღაცა შენთვის სირთულე შეგემთხვა და всё, ეხლა მოხვედი სახში და არაფერი არ არის, ეგრე არ არის. ანა ისე ძლიერი ადამიანები არ ტირიან, ეგრე არ არის. პირიქით, სხვა შორის ძალიან ბევრი სირთულე და ცრემლით გასხოლმე ძლიერი ადამიანების უკან უბრალოდ განსხვავება ისე რომ ამას სხვები არ ხედავენ ხოლმე და ანუ სხვას კი არ ახავ თავზე შენ თვითონ განიცდი ამას, ანუ შენ თვითონ ცხოვრობ ამ ემოციებს, ასე ვთქვათ რა და ეს ნორმაა, ანუ ეს არც იმიტომ არ არის ნათქვამი რომ ვინმე დაგამშვიდოს, არც იმიტომ რომ ვინმე შეგიცოდოს, ანუ არანაირად უბრალოდ ანუ ადამიანს სჭირდება დრო რაღაცების მისაღებად, რაღაცების დასალაგებლად, რაღაცების გადასახარშად, რომ გზა გააგრძელოს ჩვეულებრივად, როგორც იქამდე იყო. და ეს არის ნორმალური ხალხი. ანუ თქვენთან კი არ მაქვს პრობლემა, ზოგადად ვიძახი, ანუ ადამიანებს გქონიათ, რომ თუ შენ ამაზე ხმას იღებ, ესე იგი შენ ან ძალიან შეშინებული ხარ, ან რაღაცა. არა, ეგრე. კაი აღმოსვენ. უამრავი ძლიერი ადამიანები ხდება ხოლმე TikTok-ზე, ვისაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს. და ასევე ძალიან სუსტი ადამიანები ხდებიან, ვისაც დიდი პრობლემები აქვს და როგორც კი შეხედავ, ეგრევე ატყობ ვინ როგორია. იმიტომ რომ ვინ როგორ გადაახეს პროცესი რა. მე არავის არ ვამტყუნებ, არავის არ გავშიერ სიტყვით ეგ აიფიქროს. უბრალოდ ხედავ ხოლმე ვინ როგორია და всё. ადამიანს ვერ გასჭიმის გამო, როგორ იღებს რაღაცა თავისას. როცა არავის არ აზარალებს და აზიანებს, ამ არასდროს არ გავშებ. ამას შევჭამდა ვისაუბრეთ. უნდა
ასე გიცნობ. აუ, ხათმის ფილმი უნდა გამოვიღო. ხაშაღა ხავე მომსალო. აუ, პლეონ რა ვიყიდო? ხალხო, ჩემი მესამე მარათონი. მეორეში მარტო ძალიან ცოტანი ვიყავით და ისინი ვიყავით, ვინც გააგრძელა წინა თვიდან და მესამე მარათონი სექტემბერში გვექნება, ვისაც გინდათ. შემოგვიერთდით, უკვე ვიწყებ იმის მიღებას, განცხადებების კანდიდატების მიღებას. ვიწყებთ სექტემბრიდან და ვისაც გენდობებათ, შემომიერთდით, ანუ მაგაზეც იქნება ცალკე ვიდეო და ისა ეგ ცალკე. მოკლედ. ახლა ვისაუბროთ აი ამ თემაზე. და ანუ მე ისევ ვიმეორებ, უბრალოდ მინდა ვისაუბრო და განახოთ შიგნიდან ძლიერი ადამიანის განცდები, რას გაინცის ესე დროს, როცა მას უჭირს და ამას არ ვაკეთებ ისევ და ისევ არც იმისთვის, რომ ვინმე შემიცოდოს, არც იმისთვის, რომ ვინმე გამამხნევოს, შეიძლება უნდა წავიდეთ. დავიდა, ახლა ჩავწერ. ოღონდ კათამი გამოვიღოთ. ხილა. ახლა თავს დავეკლება ყველაფერი. აი, დინა, აი, თავს დავეკლება. ყავა. აუ ეს ფლომასტერი წავიღო, ეს მინდა რომ ჩემი მანიკური. აი. ვაკავე. სამედიცინო ცენტრი ფიჩები, იმასის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი, გაცნობებს, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საუბარი იწერება. გამარჯობა. დაკავშირებით ფაქსი არის 5491 და 2 თვეს ჭირდება პასუხებს გერმანიაში იგზავნება კვლევა. გასაგებია და მარტო პირველი ორის შემთხვევაში ფასი რა იქნება? კი. კარგით. მადლობა. ესე იგი ხალხო. აი მე რა ფასია ყველაფერს просто. აი რატომ უნდა მქონდეს ფული, რომ შენ და შენ საყვარელ ადამიანებს შეთაჭირდეთ. როგორ არ უნდა შეგეძლოს ახლა რომ მაგალითად დღეს ვეწახვიდე და გაიკეთო. ხო? რა სამწუხაროა ეგ. და ბევრი ადამიანი კიდე საერთოდ არც იფიქრებს ფულის გამო. ნაგერ კაცი 45 ლარის გამო წავიდა, არ გაიკეთა და მოკლედ მინდა რომ აი ამ განცდებზე ვისაუბროთ, რას გრძნობთ ხოლმე და იმაზე რომ ეს ყველაფერი ნორმალურია. ანუ
იმიტომ მინდა ამაზე ვისაუბრო, რომ მე ყველაფერს გიზიარებთ თქვენ და მინდა რომ ესეც რა თქმა უნდა იცოდეთ. ის როგორ არის ჩამოკიდებული? ისეყვარელი ძაღლი. ხო. მოკლედ ახლა რაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. ანუ ხო ვითხრით ძალიან ბევრი ადამიანის ვიდეოებიც ხდება ხოლმე, რომელიც აზიარებენ ამ ყველაფერს და ძალიან ისეთი საყურებელი და მოსმენია ხოლმე, მით უმეტეს ჩემთვის, რომელიც ისე განვიცდი ყველასას, როგორც ჩემსას და თუ შენც ეგეთი ადამიანი ხარ, რომ ახლა მე ამბავს ყვები და შენ ისე განიცდი როგორც ჩემსას, შენსას კოცნას გიგზავნი. ანუ ნახე ახლა რეალურად ჩემთვის არაფერი ძალიან ცუდი არ ვთქვამთ. მე უბრალოდ საერთოდ არ ველოდი ფარისებრს და ანუ რა თქმა უნდა ჩემთვის უსიამოვნოა, იმიტომ რომ ხა კბილის ექიმთან რომ ადამიანს წასვლა არ უყვარს, იმის ოპერაციის გაკეთებაც არ უნდა, მაგრამ ფარისებრი რაღაცნაირად ახლობელია ჩემთვის თითქოს და ანუ არ მეშინია და თან აი რაღაცნაირად კოტის რო ქონდა მაგასთან გამოცდილება, გეგონება რაღაც ახლობელია და თან ისეთია რომ არის ძალიან ნელი, არის ანუ ექვემდებარება მართვას და ასე შემდეგ და ასე ანუ მაგაზე შიში და რაღაც არა, უბრალოდ რა თქმა უნდა უსიამოვნოა, როცა იგებ რომ შეიძლება დაგჭირდეს ბიოფსია და ეს უსიამოვნოა, რა თქმა უნდა იმის ჩხლეტას ვიძახი, მერე ოპერაცია და ეგეც უსიამოვნოა, მე იოს ვფიქრობდი და 2 კვირა ევას გარეშე საერთოდ ვერ წარმომედგინა და ნუ რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნოა ეგ, ხო? მე მეორე ის არის რომ აი ჩემსაც ქონდა ახალგაზრდა ასაკში რომ ადამიანს კიბოთი კუტება ეგ ნიშნავს რომ ძალიან აგრესიული ფორმაა და თუ ეგ აგრესიული ფორმა არის გენეტიკაში ეგ იმას ნიშნავს რომ 40 წლამდე განვითარდება და მე 36 ვხდები და ანუ გასაგებია ახლა მაგ თუ არა ეგ და მეუბნები რომ 70% მაგ რომ მქონდეს და ანუ თუ მექნება, ახლა თუ არ მექნება, რა თქმა უნდა, მაგას რაჯობია, მაგრამ ადამიანი ხო ფიქრობს იმასაც, რომ თუ მექნება, მე მომიწევს, რომ ამოვიღო სარწევი ჯირკვლები, იმპლანტები ჩადგმა, მე იმიტომ რომ კატასტროფა დარჩება, კანიც არიელი და ეგ 11,000 დოლარი ღირს, რომელსაც საიდანღაც მოტანა უნდა. ამ დროს ყავს ოჯახი, ყავს 3 შვილი, ჩვენთან კი ვიცით რა ხელფასებიც არის და თუ არ გაიკეთებ კიდე შეიძლება ისეთი მკურნალობის გავლა მოგიწიოს, რომელიც მე ყველაზე მეტად რაც მეშინია სიკვდილზე მეტად ეგ მკურნალობაა. ანუ ოპერაციები უკვე როცა არის ამერე ქიმიები და ანუ აი ეგ რა, ეგ რაც ძალიან არ მინდა. შესაბამისად ნახე, მე წავაწყდი ჩემს არხზე ეგეთ რაღაცას, ეხლა თქვენ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაპოსტეთ და არიან ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დადიან ექიმთან და ეს არის ძალიან დასაფასებელი, ამაზე კარს ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი. და არიან ჩემნაირი ადამიანები, ეს არის უგუნურება, ანუ პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიძახი, როცა შენ რისკი გაქვს და ექიმთან არ მიდიხარ, ეს არის უგუნურება და როცა გეშინია და იმის გამო არ მიდიხარ, ეხლა ერთი გოგო მხდება ხოლმე ნატაშკა TikTok-ზე, რომელსაც აქვს საშვილოს მგონი სარკომა მეოთხე სტადია, თურქეთში მკურნალობს და ამბობს, რომ იმან ზუსტად ეგ თქვა, რომ ეს არის უგუნურება და ანუ ჯობია მიხვიდე და გითხრა, რომ გაქვს პირველი სტადია, ვიდრე არ მიხვიდე და გქონდეს მეოთხე სტადია, როგორც დედაჩემს დაემართა. და რა თქმა უნდა, მით უმეტეს როცა მე ეს ვიცი და გამოვლილი მაქვს და ეხლა მეშინია და ამის გამო არ მივიდვარ, ეს არის უგუნურება, გეშინია და არ მივიღარ, ამის გამო არ იქნება.
ეს არის ძალიან დიდი უგუნურება და უპასუხისმგებლობა, როცა შენ მარტო ხარ, შენ შეგიძლია უპასუხისმგებლოდ მოიქცე, მაგრამ როცა შენ შვილები გყავს, ანუ ძალიან დიდხანს სადაც ჩემს ამას ვერ პატიობდი სხვათა შორის მე, როცა შვილები გყავს, შენ მარტო შენ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება, როგორც დასრულს, იმიტომ რომ შენ შვილს არ უთხოვია ამ ქვეყნად მოყვანა და შენ მასეს პასუხისმგებელი ხარ, სანამ ის პატარა არის, სრულწლოვანი არ არის და ამიტომ შენ არ შეიძლება რომ ესე უყურადღებოდ მოიქცე შენ თავს, როგორც მაგალითად მოიქცევდი მარტო რომ იყო, არა მარტო რომ იყო მაშინ სა უნდა მოიქცე, მაგას კი არ ვიძახი, მაგრამ შენ გააქვს უფლება, როცა მარტო შენი თავი გაბარია რომ მოიქცე შენ თავს უპასუხისმგებლოდ, მაგრამ როცა შვილები ყავს, მაგის უფლება აღარ გაქვს, როცა შვილები არასრულწლოვნები არიან მით უმეტეს. და საერთოდაც როცა საერთოდ შვილები ყავს, კიდეც არასრულწლოვანი არ იყოს, რატო უნდა ჩაწყვიტო შენ შვილს გული და რატო არ უნდა ყავდი გვერდით, იმიტომ რომ აი ახლა ყველას ვისაც მშობელი ან ბებია ბაბუა დააგვიკარგავს, ყველამ ვიცით რომ ეგეთი სიყვარულით არ ვიყვარებით არასდროს არავის და აი რატო უნდა არ ყავდეს ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ყოლოდა გვერდით, როცა აი რა ვიცი, ესეთი ხანმოკლეა სიცოცხლე. ხო, და მოკლედ აი ეს ძალიან მინდა რომ შეიცვალოს ჩემში სამუდამოდ და აღარასდროს აღარ მოიქცე უგუნურად და კიდე აი ესეთ იმას წავაწყდი რა რომ მე თუ არ ვიფიქრებ მაგაზე არ დამემართება და ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა და რაც უფრო მეტად ვუახლოვდები მედიცინას და მედიცინასთან სულ აი კოდის ვიდეოები დაიგენი ხო ანუ სულ მაქვს მინდა კავშირი ანუ მით უფრო მეტად ხვდები რომ მე რას ვიფიქრებ ეგ არ განსაზღვრავს ანუ კი მე როგორ მოვიქცევი როგორ შევხვდები როგორ მართავ ჩემ ცხოვრებას როგორ ცხოვრების წესი მექნება ეგ ყველაფერი განაპირობებს მაგრამ ეხლა მე თუ განწყობა არ მექნება და ვიფიქრებ რომ იმე არ დამემართება ეგ არ ნიშნავს რომ არ დამემართება ანუ ეგ მასე არ ხდება ეგ მასე არ მუშაობს და რაც მალე გავაცნობიერებთ მაგას მით უკეთესი იქნება და როცა გვაქვს რისკები აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ გვინდა თუ არ გვინდა უნდა გავაკეთოთ და ანუ დავაკვირდი იმას რომ ორი კატეგორიის ადამიანები არიან ეგ ისედაც ვიცოდი მაგრამ ეხა კიდე უფრო თვალში მომხდა ერთი კატეგორია რომელიც ძალიან ყურადღებით ეკიდება და დადის სულ ექიმებთან და მეორე კატეგორია რომელიც საერთოდ აი მე რომელსაც შევდიოდი საერთოდ უარყოფს ყველაფერს და იმალება და ეხა მე აი ამ უარყოფს ყველაფერს და იმალებიდან გამოვედი თვალი გავუსწორე და ეს კარგი დარტყმა იყო, კარგი ნოკაუტური დარტყმა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვობის ასაკში და დავკარგე და რა ვიცი ამაზე უარესი ბავშვს რაღა უნდა დაგემართოს, ნუ საკუთარი სიკვდილის გარდა დედის დაკარგვა ყველაზე დიდი დანაკარგი და ტკივილია ხო ბავშვისთვის მით უმეტეს და მიუხედავად მაგისა მე ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ რომ მე ღმერთს უყვარვარ და თუნდაც ახლა ნახე მე განუსიამოვნო იყო ის რომ ეგ გავიგე და შეიძლება ამის შანსია და შეიძლება წინასწარ ოპერაცია მომიწიოს და შეიძლება ეს ყველაფერი გავიარო კი უსიამოვნოა ეგ ყველაფერი და ძალიან უსიამოვნოა და ეხლა შენ რომ ისმენ და შენ არ გიხება ანუ ეს ძალიან მარტივი მოსასმენია შენთვის მაგრამ კი არ განგშილე კი არ ვამბობ რაღაც ანუ ეგ ყველა ადამიანი ეგრე ანუ როცა სხვისას ისმენ ეგ სულ სხვა რაღაცაა და შენ როცა გეუნებიან მაგას სულ სხვა რაღაცაა ვაფშე სხვანაირად იგებ ერთი და იგივე ინფორმაციას ხო და სხვანაირად განიცდი და რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და ძალიან რთულია მაგრამ მეორეს მხრივ ანუ აი ამ დღეებში მე ამ ყველაფერს ჩემში ვხარშავდი და ხო კიდე რა დაემატა ის რომ თავში მოვედი ანუ თქვი რომ ვაფშე არ უკითხავს არაფერი, ნუ მე რაც მოვყევი ეგ გაიგო და მეტი არაფერი არ უკითხავს საერთოდ და ძალიან მეწყინა, გავბრაზდი, გავმწარდი და ანუ ერთი იმდენი განცდა, რასაც მაგა ყველაფერზე განვიცდიდი, გადაემატა ამაზე, იმიტომ რომ მე ხო მეორე დღეს მე მივწერე, რომ სამსახურში იყო, მეთქი რატო არ მომიკითხეთ ხო? ხო და ისაო თავი მტკიოდაო და კუჭი მტკიოდაო და საკმარისი მიზეზია მე მგონიო, ანუ ეს მიპასუხა ადამიანმა და ისა
მეთქი შეიძლება მე მткიოდეს რაღაცა ხა ჩემ თავზე რო ვყვა ხო და ცუდად ვიყო, მაგრამ ჩემ საყვარელ ადამიანს თუ ბიოფსიას ეტყვიან, ან თუ ეს ამბებს ეტყვიან, ნამდვილად დავინტერესდები, მიუხედავად იმისა, მე როგორც თუდადაც არ უნდა ვიყო, ხო და ეს რო ადამიანს ეს არ დაინტერესდა და კითხვა არ დამიშვა, თუნდაც ის ემოციურად როგორ ვარ და მე ეგ რო უთხარი, აქეთ დამწყდა დანაშაულება, თავის მართლება და მოკლედ ძალიან საზღარი ის იყო, აი 2 დღე გრძელდებოდა ეს, აი ამაზე აი ნახე ის არ მქონდა იმის თავი, რომ ერთ ჯერზე დამჟაიყავით და გვესაუბრა, იმიტომ რომ იმდენად განვიცდიდი ამ ყველაფერს და ის რომ მემატებოდა, რომ აი ვერ გავუძლებდიო დამჟაიყავე მაგ თემაზე მესაუბრა რა და ძალიან ანუ ერთად დამარტყა ამ ორმა რაღაცამ რა. ხო და ჩემთვის კიდე თქვენ იცით რომ ძალიან სენსიტიურია ეს თემა, ახლა ჩემი რომ მოკვდა და მამა ჩემის სიყვარულიო დავინახეთ როგორი ყოფილა, ჩემთვის ძალიან სენსიტიურია ესეთ მომენტში, ანუ შეიძლება ვიღაცისთვის არც იყოს ესეთი მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი ამ დროს მოგიკითხოს, ანუ თქვენ მკითხულობთ, თქვენ წერით მესენჯერში, თქვენ მკითხულობთ, ახლა ოჯახის წევრმა რო არ მოგიკითხოს, რა ვიცი, მე არ ვიცი, ამას რა ქვია, თან მით უმეტეს ხარ თუ საუბარი არ შეუძლია ტელეფონზე 40 წუთი და 1 საათი ვერ ილაპარაკებს იმ და მეორე დღეს, ხო? და ну, ძალიან ისეთი რაღაცა რა და ვფიქრობ ახლაც, რომ საკმარისი მიზეზია ეს, რომ ურთიერთობა დასრულდეს. ანუ საკმარისი მიზეზია ეს ურთიერთობის დასასრულება. მაგრამ ურთიერთობის დასრულება არის ძალიან მტკივნეული, შეიძლება აღიქვავ იმას, რომ ადამიანს არ უყვარ ხარ, მაგრამ ეს ხო შენზე არ აისახება. ხო. და მოკლედ მე კიდე იქ პლუს ბავშვს ვფიქრობ, აი წარმოგიდგენთ ეს ამდენი ფიქრი ერთდროულად აი ამ რამდენიმე დღეში რა. და მე ვცდილობ რომ უბრალოდ გადაერთო, ანუ ვიდეოს არ ვიღებდი, მაგრამ ანუ სულ ვუყურებდი TikTok-ს, მინდოდა ჩემი მარათონი გამომეცხადებინა, იმიტომ რომ 15-ში მინდოდა გამომეცხადებინა, დღეს უკვე 20-ია. მარათონს არ ვაცხადებდი, იმიტომ რომ არ მქონდა არც განწყობა, არც სურვილი, არც არაფერი და აი ესე ვდებდი აბსოლუტურად ყველაფერს და ვუყურებდი რაღაცებს, რომ აი ადრე ვიყავი მიჩვეული მაგას, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერს ისე გადაეხარშა ჩემი ჩარევის გარეშე. ხო. და მე რა თქმა უნდა გქონდა საუბარი ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდით, რაც ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი. ხო. მე კიდე ანუ დამატებითი ადამიანების ჩარევებით ამაზე ლაპარაკის საერთოდ არ შემეძლო და არ მინდოდა კიდე პლუს. და ანუ საღამოს ვიგრძენი, პირველი, მეორე, მესამე რაღაც საღამოს მქონდა ეს ემოციური ჭამის სურვილი, რომელიც რა ვიცი არ მქონია, რაც კალორიებს ვითვლი რამდენი ხანია. და ანუ იმ დროს საერთოდ არ ხშია. და მე ჩემ თავს ვეკითხები, რომ აბა ჩემო საყვარელო, რა გაწუხებს და ეს ყველაფერი მაწუხებს ერთად და ანუ მე ჩემი თავი ჩამოუყევით სათითაოდ ყველა პუნქტს და გავარჩიეთ. ნახეთ ახლა როგორ, ანუ გაცნობიერება არის ყველაფრის წამალი ხალხო და ნახეთ როგორ, ანუ აქ რომც იყოს კვანძი და რომც იყოს ცუდი და რომც იყოს ამოსაჭრელი, ხო, კალოიანთან დავრეკე და 15 სექტემბრამდე არის შვებულებაში და ეგეც გადასაწყვეტი მაქვს, კალოიანის მაგივრად ვინმესთან მივიდე იქამდე თუ კალოიანს დაველოდო. ხო, და ის ხო, ეს რომ მქონდეს საოპერაციო გასაკეთებელი რაღაცა, ანუ ოკეი, გავიკეთებ, ანუ არაფერი წასული არ არის და მარტო უბრალოდ მაგას ამომჭრიან, იქნება უსიამოვნო, მომიწევს დაზღვევაზე სიარული, რა თქმა უნდა დაჭირდება რაღაცა თანხა და დაჭირდება რაღაცა დრო, ენერგია, ნერვი, ტკივილი და ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ რო ვთქვა რომ რაღაცა კატასტროფა არის, არაფერი არ არის, ხო? ანუ ჯამში ბევრი ადამიანს აქვს, ბევრი ადამიანი ისე აქვს საერთოდ რომ ვერც იგებს მთელი ცხოვრება და ეგრე ცხოვრობენ. იმიტომ რომ ცუდი ვერსიაც კი არის ნელი, ხო? კაი, თქვათ აი ეს საკითხი ესეა, ხო? არ გვინდა ოპერაცია, მაგრამ თუ საჭირო გავიკეთებ და it's okay. ახლა მეორე ამის საკითხი.
ეხლა ნახე რა საშინელება ის ვარიანტი თუ რა ბედნიერება და ღვთისმსაჩუქარია ის თუ მე ეგენი არ მაქვს მაგრამ რა საშინელება ის რომ გასაკეთებელი მაქვს იმიტომ რომ ჯერ საერთოდ მოვიტანო მაგის ფული თქვენ დახმარების იმედი მაქვს რა თქმა უნდა და მელანოს ძალიან დიდი მადლობა რომ 30 ლარი მაგისთვის ჩამირიცხა კაი ვთქვათ რომ მოგვარდა ეგ საკითხი ანუ ფულის საკითხი და გავიკეთე ანუ მაგაზე საერთოდ არ ვწუწუნებ და ვთქვათ რომ არ მაქვს ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება მაგრამ ვთქვათ რომ მაგ შემთხვევაში მე ვიწყებ უკვე რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ რომ დრო შეზღუდულია ფულის მოძიებას იმით რომ გავიქეთო ეს ოპერაცია საზღვაო ჯირკვლებთან დაკავშირებით და მე 2 წელიწადში კიდე საკურთხეებთანაც მომიწევს იმიტომ რომ ეგ ოპერაცია ერთად კეთებას შორის ეგენი გაკეთებულია ანჯელინა ჯოლის ხო და მე მგონი პირველი ესეთი ცნობილი სახე იყო, ვინც ეს გაიკეთა და ამაზე საჯაროდ ისაუბრა და ძალიან დიდი რესპექტი მას ამის გამო. ხო, და რა თქმა უნდა, ეს არის ბევრი საფიქრალი, ბევრი უარყოფითი რაღაცა, ანუ იმისთან დამატებით, რომ ბავშვები, ორი ბავშვი მოზარდი მყავს, ანუ ასე ვთქვათ, გზაზე დასაყენებლები არიან და ბევრი დრო და რესურსი ჭირდება, მე ევა კიდე სკოლაში უნდა მივიდეს, ანუ ამ ყველაფერსაც ჭირდება ფული, დრო, რესურსი და პლუს ეგ ყველაფერი, ან ცხოვრებასთან ერთად ეგ ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის რთული და ამაზე ფიქრიც კი, ანუ გულს გიმძიმებს ადამიანს რა. ხო, მაგრამ ეხლა ნახე მეორე ვარიანტი. რატომ უნდა შევხედოთ ყოველთვის ისე, რომ ჭიქარი ყოველთვის ნახევარ ცალსე და რაც არის მეორე ვარიანტი. მე შემიძლია არ მისულიყავი, მე შემიძლია არ გავიკეთო გენეტიკური ტესტი, მივიყურისირო ყველაფერი და თუ მაქვს ეგენი დიდი ალბათობით დამემართოს ეგ, მე ჩემი ბურად ექიმთან არ მივიდე და გავიგო გვია და ახალგაზრდა დედაჩემის ქსე გავიმეორო, ეს ხო წყევლა იქნება. ეს ხო საშინელება იქნება. გინდაც გადავრჩე, ანუ თუ ვინმეს გავლილი გაქვთ კიბოს მკურნალობა და თან მაგას გაჩნია როგორია, აგრესიული მკურნალობა კიდე სხვა არის, იცით ეს რამდენად რთულია, ქიმიოებით, მისწვენა, ტკივილია არანორმალური და აი ამით ცხოვრება ეს რასაშინელებაა და ანუ აი ჩემთვის ვეუბნები რომ რამ ხელაზე ხარ დალოცვილი, მაგალითად იგივე დედა შენთან შედარებით, რომელსაც წინასწარ არ შეიძლება სწორად, იმიტომ რომ არავის მისგან არ ქონდა, ანუ მისიანს არავის არ ქონდა ეს და შენ რამდენად დალოცვილი ხარ, რომ წინასწარ შეგიძლია იცოდე, რომ შეიძლება გქონდეს ეს და ამაზე რაღაცა ზომა მიიღო, შენ რამდენად უყვარხარ ღმერთს და რამდენად დაგლოცა ღმერთმა, აი ამას ვფიქრობ. ასე დავიწყე ყურება. და ანუ არაფერი ამაში არის თავში ხელის შემოსაკრავი, არაფერი რაღაც, ანუ ყველაფერი ისეთი რაღაცა, რაც მოგვარებადია, რაც მიღებადია. მაგრამ ამ ყველაფრის მიღებას და გადამუშავებას და გადახარშვას ჭირდება ძალიან დიდი შინაგანი ენერგია და რესურსი და პლუს ამას დამატებული ურთიერთობა და საუბარი და ის კი არა რომ მხარდაჭერა, არამედ ძიძგილაობა, იმიტომ რომ მე რომ არ მოგიკითხე, იცი რა და მე რაღაცების მოყვანა მაგალითების, ხო? ანუ რავი, და ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ რაღაცნაირად იცი როგორი განცდა მქონდა, აი გამოიფიტები. ანუ როცა შინაგანი განცდები იწვევს ფიზიკურ გამოფიტვას. ანუ არა საჭმელის გამო კი არა, ანუ არამედ ანუ რაღაც ემოციურად რო იღლებისავით რა. ხო, და აი ამ ეტაპზე ვარ ეხლა, როცა ვგრძნობ თავს, აი ხა მინდა მაგალითად გავიდე პარკში და გავიარო და ენერგია რო არ გაქვს. კაცი გულისრევი შეგრძნება რა დამატებული და რაღაც. და ანუ არ მჭირდება, არავის თანადგომა, არავის გამხნევება, არავის ყველაფერი კარგად იქნება, არავის შენ ხო მაგარი გოგო ხარ და ეგენი, ანუ არ მჭირდება. აი ამის სიყვარული მჭირდება. მიყვარხარდე. ანუ ქშია, რა გინდოდე? Pisi ginda? Kokteyli ginda, karpuş zavide. Zadi me jet pisi kaget miydi tabii. Kona moglet. Ano, zadwar. Zadwar vam ყველაფერთან ერთად ვიმუშაო, როგორც YouTube-ზე, ასევე ჩემს მარათონში. და მზადვარ ამ ყველაფერს შევხვდე, შევეგებო, გავუმკლავდე. უბრალოდ ეს რთულია. არ ვტირი ვარ, არ ვწუწუნებ, გამხდება არ მჭირდება. უბრალოდ იმას ვამბობ, რაც არის.
იმიტომ კი ამბობ რაღაცა, უბრალოდ ვამბობ იმას, რაც არის. რომ იცოდეთ რაც განიცდიან ის ადამიანები, ნახე, მე თუ ამას ისე გადავივლი, რომ ხმას არ ამოვიღებ, არც აქ, არც ახში, არც არსად. ხო, იქ ამითხრა რომ მოხვედი იმ შვენიერ ხასიათზე იყავიო. სახში მეტი ირით არ მოვიჯობდი. მაგრამ შვენიერ ხასიათზე რა ვიცი, ადამიანი რომელიც 7-8 წელია მიცნობს, უნდა ხვდებოდეს როდის ვარ შვენიერ ხასიათზე და როდის არა, ხო? და როცა კი, ევა, დავასრულებ ვიდეოს და წავიდეთ. ვიდეოს დავასრულებ და წავიდეთ. გავიგე, ვიდეოს ვიღებ, მოვრჩები და წავალთ. ხო, უბრალოდ ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე როცა ეს ყველაფერი გაივლის, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება, მაინც ვიგრები ვიღაცები, რომ შენ ძლიერი ხარ და შემარტივად გამოგდისო და მაინც შეუძლებელია რომ რამდენი წუთიანიც და საათიანიც არ უნდა იყოს ვიდეო იქ გადმოსე ის ყველაფერი რაც შენ გრძნობ, მაგრამ მინდა იცოდნენ ადამიანებმა, თუნდაც იგივე ძლიერმა ადამიანებმა, რომ ჩვენ რადგან ძლიერი ადამიანები არ გამოვხატავთ ამ ყველაფერს, არ ვიცით ხოლმე რომ სხვაც ამას გადის. და აი ამას რო გადიხარ და ღირსეულად რო გადიხარ, ადამიანად რო რჩები, ცხოვრების სიხარულს რო ინარჩუნებ, აი ჩვენ ჩემ ბლანკი ხო, ყველაფერი იცოდა, მაგრამ ცხოვრობდა. ეს არის გამარჯვება. და ეს არის ადამიანობა და ეს არის სიძლიერე. და ისევ ადამიანად დარჩენა, რა თქმა უნდა, რაგზესაც არ უნდა გავდიოდეთ. ეს არის ძალიან ძვირფასი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სხვა ადამიანებმა მინდა ეს იცოდნენ, რომ არ არის მარტივად, ზუსტად ისევე უჭირს სხვასაც, თუნდაც იგივე ტონაში კლება როგორც შენ, რომელიც ამბობ, რომ მე ნებისყოფა არ მაქვს და შენ რა მაგარი ნებისყოფა არა. იმე უბრალოდ გადაწყვიტა და აკეთებს. ყოველ დღე დისციპლინას იკეთებს და დისციპლინას იყენებს და აკეთებს. შენ დისციპლინას არ იყენებ და არ აკეთებ, იმიტომ რომ არ გინდა საკმარისად. ეს არის სიმართლე. და ამართლებს სხვა რაღაცეებით. აი როგორც კი საკმარისად მოგინდება. ზუსტად გამონახავ იმ ნებისყოფას, რომლითაც ის სხვა ადამიანი აკეთებს და შენც გააკეთებ. არანაირი განსაკუთრებული სიძლიერე ამას არ ჭირდება. ამას ჭირდება სურვილი და გადაწყვეტილება. всё. ხო. და ნახე, არა თავის მართლებები. ადამიანი რომელსაც უნდა მოძებნის 1000 გზას და ადამიანი რომელსაც არ უნდა მოძებნის 1000 მიზეზს და დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც 1000 მიზეზს ეძებენ. არ უნდათ. სინამდვილე, შედეგი უნდათ, მაგრამ გზა არ უნდათ და შედეგი გზის გარეშე არ დგება. შესაბამისად, სანამ სხვას ვეტყოდით, რომ იმის შენ ძლიერი ხარ, ან სანამ სხვას არ მოვიკითხავთ, იმიტომ რომ ის ძლიერია და არ წუწუნებს, ჩვენ გავხსენოთ, რომ ისიც ადამიანია და იმათ კიდევ ვინც ძლიერი ხართ და ვისაც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ადვილად გამოსდის და შენ რა გიჭირს და შენ ძლიერი ხარ და შენ რაღაცა და რაღაცა, მინდა იცოდეთ, რომ მესმის თქვენი, ძალიან მიყვარხართ, რაგზესაც არ უნდა გასდიოდეთ, თქვენ შეძლებთ, ძალიან მაგრები ხართ და იცით რა, მთავარი შედეგი კი არ არის, თავი პროცესია და ის არის მთავარი, ჩვენ ვინ ვართ ამ პროცესში. და სინამდვილეში ეს არის ნამდვილი ძალა, როცა სადაც არ უნდა იყო, რჩები შენ თავად. რჩები სიკეთეთ, სინათლედ, ადამიანად და სიყვარულად. ეს არის ყველაზე მთავარი. ეხლა კიდე დავამატებ, რომ დონაციის ლინკი აღწერაში იქნება და ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარებით გენეტიკური ტესტისთვის თანხის აგროვებაში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეგიძლიათ, ერთი ლაირი იქნება თუ რამდენი იქნება, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ეხლა მართლა არც საიდან არ მაქვს და 2 თვე უნდა პასუხს. და რაც მალე გავიგებ, მით უკეთესი მელანომ გახსნა, ამისი ეს რა ვთქვათ, ფონდი 30 ლარი ჩამირიცხა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო და ზუსტად ის ვარო, ყველა დავეხმაროთ, თუნდაც თითო ლარიც დაწერა და ამის შემდეგ ჩამირიცხა 30 ლარი. ძალიან დიდი მადლობა შენ ძვირფასო, რა ვიცი, აი ყველაზე მეტად რო დაგჭირდება, აი ღმერთმა იქ გამოგიწოდოს ხელი, როგორც ახლა შენ ჩემთვის გააკეთე, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის და ვისაც გინდათ სიხარულისთვის ჩამირიცხეთ და იმისთვის ჩამირიცხეთ, რომ გემრიელი რამე ვიყიდო, მაგაზეც არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ვისაც გინდათ ჩამირიცხეთ აი ამ საჭიროებისთვის.
ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაგიზიარებთ, პირად ცხოვრებაზეც და ჯანმრთელობაზეც და ჩემს განცდებაზეც და აბსოლუტურად ყველაფერზე. მე ვარ ადამიანი, რომელიც ღიაა იმისთვის, რომ თქვენ როგორც ფილმში და სერიალში დაინახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი. ოღონდ ეს არ არის ფილმი და სერიალი, აქ არის რეჟისორი და აქ არავინ არაფერს არ წერს. აქ ყველაზე დიდი რეჟისორია ღმერთი და ბედისწერა. და აი მათ დაწერილ სცენარს უყურებ თქვენ ყოველდღე ჩემთან ერთად. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო. მიყვარხარ ძალიან, კოცნით გეხოვით და გემშვიდობებით. დღეს კიდე გადავიღებ რა თქმა უნდა ვიდეოებს, იმიტომ რომ ავიკრიფე ის პერიოდი მქონდა, რომ აი მჭირდებოდა ამოსუნთქვა, ამოვისუნთქე, ყველაფერი გადავაფასე, მივიღე სიმართლე გითხრათ, ურთიერთობის საკითხი ჯერ კიდე გულზე მაწევს და მაწუხებს და ჯანმრთელობის საკითხზე კიდე უკვე ყველაფერი ვიცი და როგორ უნდა გავაკეთო და ხო, ეტაპობრივად კიდე რა თქმა უნდა ყველაფერს გაგიზიარებ და გეტყვით, მიყვარხარ ძალიან, კოცნით, თქვენი ლაიქი, კომენტარი, გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მიყვარხართ და გვერდში დავინდექით, ვისაც რითი შეგიძლიათ და გსურთ.